მე ახლა სიტყვას გადავცემ ეკას და გიორგის, რომლის პირველი სტუმარია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, ხოლო კითხვები, რომელიც თქვენ გინდათ პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვათ, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ჩვენს პეიჯერზე, რომლის ნომერია 3000. ჩვენ ისევ თქვენთან ერთად ვართ და როგორც ნინომ უკვე აღნიშნა, პირდაპირ ეთერში ვესაუბრებით პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ ჟვანიას. ბატონო ზურაბ, საღამომშვიდობისა და გილოცავთ ახალ წელსა და შობას. საღამომშვიდობისა გილოცავთ ბატონო ზურაბ. გამარჯვებათ და პირველ ყოვლისა თქვენ ყველა თქვენს მაყურებელს ლოცავ დღევანდელ მართლაც და ნათელ და სასიხარულო დღესასწაულს. ბატონო ზურაბ, ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები და უკვე დაიწყო გარკვეული განცხადებების გაკეთება ამასთან დაკავშირებით. პირველი ეს იყო ქალაქის მერის ბატონ ვანო ზოდელავას განცხადება თუ საახალწლო სურვილიც უწოდეს მას. იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნებოდა თუ კონსტიტუციაში ცვლილება შევიდოდა მესამე საპრეზიდენტო ვადის სახით. თუ შეიძლება თქვენი კომენტარი ამის შესახებ, რამდენადაც ვიცი კომენტარი ჯერ არ გაგიკეთებიათ. არ გამიკეთებია ნამდვილად, იმიტომ რომ მართალი გითხრათ, არ ამგონია ეს იყოს იმგვარი განცხადება, რომელიც საჭიროებდეს პოლიტიკოსების მრავალრიცხოვან კომენტარებს. ძალიან ამომწურავად ისაუბრა ამ თემაზე პრეზიდენტის პრესმდივანმა ვახტანგ აბაშიძემ. გუშინ ვფიქრობ, ძალიან ზუსტი კვალიფიკაცია მისცა ამ განცხადებას, როდესაც სურვილი უწოდა უბრალოდ საახალწლო ბატონმა ელგუჯამ მეძმარიაშვილმა. ელემენტარულად ის საკითხი, რომელმაც გამოიწვია ერთგვარი აჟიოტაჟი 2 დღის განმავლობაში ჩვენს მაცმედიაში, არ არსებობს, იმიტომ რომ საკითხი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ელემენტარულად არ განიხილება, არც დამდგარა ამისთან არა დღის წესრიგში, თუნდაც ყველაზე შეზღუდულ წრეში ადამიანების და გარწმუნებთ, რომ უახლოეს მომავალში გამორიცხული არის ამგვარ თემაზე მსჯელობა. ესე იგი ბატონო ზურაბ, საახალწლო სურვილი საპრეზიდენტო ვადასთან დაკავშირებით მხოლოდ ქალაქის მერის პირადი ინიციატივა იყო და არა იმ გუნდისა, რომელსაც დღეს პირობითად შეარქვეს კოლექტიური შეხვედრაზე. გარკვეულმა პოლიტიკურმა წრეებმა ამას უწოდეს წინასაარჩევნო რაღაც უკვე სპეციალური სამუშაოს დასაწყისიც. როგორ გითხრათ, თუ ვიმსჯელებთ სუფთა, აი პრაგმატული თვალსაზრისით. რამდენად მიზანშეწონილი შეიძლება იყოს ამგვარი განცხადებების გაკეთება საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 თვით ადრე. ხლა შედეგად მივიღეთ ის, რომ ზოგიერთმა არაკეთილ განწყობილ ჟურნალისტმა დაიწყო შევარდნაძის გვარის ტრიალი იმგვარი ქვეყნების ლიდერების ანალოგიის მოყვანით, რომელთა ხსენება შევარდნაძის გვერდით მართლაც უსამართლობა არის, ყველამ უნდა ვაღიაროთ ეს. იმიტომ რომ უმთავრესი დამსახურება და მაგაში ვითხოვთ თქვენს თანხმობასაც ბატონი ედუარდ შევარდნაძის გახლავთ ის, რომ მან ურთულეს პერიოდში და წინააღმდეგობებით, უდიდესი წინააღმდეგობებით ახსავსე პერიოდში დააფუძნა ქართული დემოკრატია. ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს ბევრი რამ, რაც ხდება დღეს საქართველოში, შეიძლება ვაკრიტიკებდეთ ცალკეული მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას, პარლამენტის, მთავრობის თუ სხვა, მაგრამ ერთი რამ ცხადია და თუნდაც ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ თქვენთან ვსაუბრობთ დღეს პირდაპირ ეთერში, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესი არის შეუქცევადი. განსაზღვრა კონსტიტუცია, რომლის შემქმნელი და შემოქმედი გახლავთ ედუარდ შევარდნაძე. 95 წელში ძალიან ცოტას, სხვათა შორის თავად იმჟამინდელ პარლამენტში, თუ სჯეროდა, რომ ჩვენ შევძლებთ კომპრომისების გზით, ძალიან ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გზით შევქმნათ ის კონსტიტუცია, რომელიც ახალ ათვლის წერტილს დაუდებს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას. ეს მოხდა და ეს გაკეთა შევარდნაძემ. ეხლა როგორ ფიქრობთ თქვენ, რომ რამ შეიძლება აიძულოს ედუარდ შევარდნაძე, რომლისთვისაც დღესდღეობით ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი და დამსახურება საქართველოს ისტორიული პერსპექტივის თვალსაზრისით. რამ შეიძლება აიძულოს იგი, რომ აი ამას გადაუსვას ხაზი. ამიტომაც მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზე საუბარი ელემენტარულად არასერიოზული არის. არა ბატონო ზურაბ, თუმცა არის რაღაც განსაკუთრებული შემთხვევები ხოლმე
მერი ქვეყნის ისტორიაში თქვენ მხოლოდ ნეგატიური მაგალითები ახსენეთ, თუნდაც იგივე რუზველტის მაგალითი რომ მოვიყვანოთ. ანუ არ არის აქ საუბარი მხოლოდ ამ საკითხის ნეგატიურ მხარეზე. ხომ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს? რაც შეეხება განსაკუთრებულ შემთხვევებს და განსაკუთრებულ საჭიროებას, ამაზე შესაძლებელი არის იყოს საუბარი შემდგომ პერიოდში, როდესაც დაიწყებს ათვლას პრეზიდენტ შევარდნაძის მეორე საარჩევნო ვადა და არა დღეს, როდესაც არჩევნებამდე დარჩა სულ 3 თვე. ანუ ეს საკითხი არც აქტუალური არის და კიდევ ვიმეორებ, პრაგმატულად ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ელემენტარულად წამგებიანი. გეთანხმებით, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ბატონ ვანოზოდელავას განცხადება მივიღოთ უბრალოდ როგორც თემა მსჯელობისათვის, თუნდაც სამომავლოდ. ანუ ზონდირებისათვის კარგი მომავალში მზად ვარ გავაგრძელოთ თქვენთან საუბარი ამ თემაზე. დღეს ეს საკითხი კიდევ ვიმეორებ არ დგას დღის წესრიგში. მე სხვათა შორის ვცემ ვანოზოდელავას იმ ემოციას, იმ განწყობილებას, რომლის გამოც მან გააკეთა ეს განცხადება, ეს იყო დემონსტრირება მისი უპირობო მხარდაჭერისა ედუარდ შევარდნაძის მიმართ და ამაში მეც და ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში მასთან სრულიად სოლიდარულები ვართ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, დღეს პოლიტიკურად ამ საკითხის განხილვა არის სავსებით გამორიცხული. ბატონ ზურაბ, სამაგეროდ დღის წესრიგში დადგა ინტელიგენციის განცხადება, ის 15 კაცი, რომელმაც გუშინ ხელი მოაწერა ინტელიგენციის განცხადებას, სასტრაფოდ ხო შევარდნაძეს დააყენოს თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე. მათი მოქმედება, იქნება ამას გაუკეთოთ კომენტარი. რამდენად იყო შეთანხმებული თქვენთან? მათი ძირითადი არგუმენტი, მაპატი გიორგი, არის ის, რომ ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში დაყოვნება შეიძლება იყოს მტრულად განწყობილი ძალებისთვის ხელსაყრელი. იცით რა არის? მე გაგიმხელთ ერთ საიდუმლოება ამას არის, ვინაიდან პრეზიდენტმა საჯაროდ გამოხატა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა თუ არა იყაროს მან კენჭი მეორე ვადაზე. იცით, ძალიან ხშირად აი ამ მითქმა-მოთქმაში, სხვადასხვა ხშირად ძალზე უცნაურ პუბლიკაციებში ჩვენ ვკარგავთ საკითხების მთავარი არსის გაგების შესაძლებლობას. შევარდნაძე, იცით, აი მართლაც საოცრად დიდი პასუხისგებლობით ხდება იმ ტვირთს, რომელსაც იგი დღეს ატარებს როგორც საქართველოს უპირველესი ლიდერი. როგორც ადამიანი, რომელსაც მოეთხოვება პასუხი ყოველ გამარჯვებაზე და ყოველ იმ პრობლემაზე, რაც არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში. თუ კი ვინმე ჩვენს ქვეყანაში აღიქვავს საოცარი ტკივილით პრობლემებს, სოციალურ პრობლემებს, ელექტროენერგიის დეფიციტით გამოწვეულ პრობლემებს, იმ განწყობილებას, რომელიც სუფევს აი ჩვენს თანამოქალაქეთა საკმაოდ დიდ ნაწილში ძალზე კრიტიკულ განწყობილებებს, ეს გახლავთ პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტი. მე ბოლო წლების განმავლობაში მაქვს საშუალება ძალიან ახლო ვითანამშრომლო მასთან და ყოველდღიურად უყურო მის რეაქციას ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ აი მისი მხრიდან დაისვა ეს კითხვის ნიშანი. ინტელიგენციის მიმართვა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა გაზეთებში, აი 15 გამორჩეული პიროვნებისა და ამაზე მე ცალკე მინდა მოგახსენოთ, ვინ აწერს ხელს ამ განცხადებას. არის ერთგვარი მოწოდება და არათხოვნა, არამედ მე ვიტყოდი უფრო მოთხოვნა ბატონ ედუარდ შევარდნაძის მიმართ. ისინი ხაზს უსვამენ, რომ სწორედ შევარდნაძეს აკისრია ეს ისტორიული მისია, რომ დაუძნოს ძლიერი ქართული სახელმწიფო. მსოფლიო რუკაზე საბოლოოდ დაამკვიდროს საქართველოს როგორც განსაკუთრებული, ძლიერი, მდიდარი და იმ მყარად ფეხზე მდგომი სახელმწიფო. ძალიან დიდი ნაწილი ამ გზისა ჩვენ გავიარეთ და თუნდაც გასული წელი იყო აი მკაფიო დემონსტრირება იმისი, რომ სულ 1 წლის განმავლობაში ის ნაყოფი, რაც ჩვენ მოვიმკეთ ძალიან მძიმე მუშაობის შედეგად, რომელიც გასწია შევარდნაძემ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ის სახეზე არის. დღეს საქართველოს ჩააბარეს ხელში გასაღები უმნიშვნელოვანესი
პროექტისა, რასაც ქვია ახალი ევრაზიული დერეფანი, ახალი აბრეშუმის გზა. ბატონო ზურაბ, დიდი ბოდიში რომ გაწყვეტნეთ, უბრალოდ მე მინდა რომ ჩვენ ერთად მოусმინოთ თვითონ პრეზიდენტ შევარდნაძის კომენტარს ინტელიგენციის განცხადებაზე, რომელიც მან ისრაელიდან საქართველოში უკან დაბრუნებისას გააკეთა, შემდეგ კი გავაგრძელოთ ამ თემას. საერთოდ ინტელიგენცია ყველაზე უფრო მგზნობიარე ნაწილია საზოგადოების. მე არ ვიცი ახლა ვინ დამიჯერა მხარი, ვინ მოაწერა ხელი, ვერ გეტყვით. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, მე ყოველთვის ასე ვიყავი განწყობილი და ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდი ინტელიგენციის აზრს და ინტელიგენციის დამოკიდებულებას. რო ჩავალ ნახავ, გავერკვევი და მე რაღაც გადაწყვეტას მივიღე. ალბათ ისე შემთხვევითი არ არის, ისი არც წინას არ დაგეგმილია, მაგრამ რაღაცა კანონზომიერება არსებობს. ჩემი ჩასვლა იერუსალიმში და ინტელიგენციის ხმა. ბატონო ზურაბ, რამდენად აუცილებელი იყო, როგორც პრეზიდენტმა თქვა, ეს ინტელიგენციის ხმა იყო თუ არა რაიმე ეჭვის საფუძველი, რომ შესაძლოა შევარდნაძეს არ დაეყენებინა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე? გიორგი, მე გამიჭირდება თქმა, პრინციპში მე გამოვრიცხავ, აი გამომდინარე იმ პასუხისგებლობიდან, რასაც ბატონი ედუარდი უეჭველად გრძნობს საქართველოს მომავლის წინაშე, მან სხვათა შორის დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადა კიდეც, რომ როგორც ჩანს გარდუვალი იქნება ამ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ იმ რამოდენიმე ადამიანმა აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ გროვდებოდა ხელმოწერები ინტელიგენციის წევრებს შორის. მაშინ ეს იქნებოდა ათასობით ხელმოწერა, თქვენ ალბათ გამიჯერებთ ამაში, ამის პრობლემა არ იარსებებდა. მოაწერა ხელი იმ რამოდენიმე ადამიანმა, ვინც პრაქტიკულად შექმნა დღევანდელი საქართველოს დიდება. აქ ლაპარაკი არის დაუშვათ ისეთ პიროვნებებზე, როგორიც არის ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო გაბრიაძე, გია ყანჩელი, ვიცი, მერაბ ბერძენიშვილი, ოთარ იოსელიანი, ნონა გაფრინდაშვილი, ევგენი ხარაძე და ზოგიერთი სხვა. ანუ ადამიანები, რომელთა მიღწევები თავის სფეროში არის თითეული ჩვენთაგანის, თითეული ქართველის სიამაყის საგანი. იყო თუ არა საარჩევნო შტაბის შემადგენელი ნაწილი, ან გეგმის რა თქმა ნაწილი? უნდა, არ იყო დარბაზის შექმნა. ისაუბრო ამის თაობაზე ბატონმა ელგუჯა მეძმარიაშვილმა, რა თქმა უნდა, აი ამ მხარდამჭერთა დარბაზთან შტაბი ძალზე აქტიურად ითანამშრომლებს. მე მინდა ვთხოვო კიდევაც, ვინც უწევს კოორდინირებას ამ დარბაზის საქმიანობას, რომ ის დაესწროს ხოლმე ის პირები ჩვენი შტაბის სხდომებს, შტაბის მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ ცხადია ვიმუშავებთ ძალიან აქტიური თანამშრომლობის რეჟიმში, მაგრამ ეს იყო სავსებით სპონტანური გადაწყვეტილება, რომელმაც კიდე ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ შევარდნაძეს დღევანდელ ვითარებაში არ აქვს სხვა უფლება გარდა იმისა, რომ კენჭი იყაროს 2000 წელს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით და რაც მთავარი არის, აქ არის ძალიან საინტერესო პათოსი, მე მინდა თქვენი ყურადღება ამასაც მივაქციო. ლაპარაკი არის იმაზე, რომ აქ არ არის საუბარი უბრალოდ შევარდნაძის არჩევაზე პრეზიდენტად. საუბარი არის იმაზე, რომ ამ ახალი 1000 წლეულის მიჯნაზე უნდა მოხდეს ჩვენი ერის, ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია, გაერთიანება ცხადია ერის უპირველეს ლიდერის პრეზიდენტის გარშემო და ჩვენ ქართველებმა ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ ის შანსი, რასაც გვაძლევს ჩვენი ისტორია და ჩვენ გვაქვს ეს შანსი, რომ შევქმნათ ძალიან ძლიერი და კიდე გავიმეორებ სრულიად გამორჩეული სახელმწიფო. ბატონო ზურაბ, მე მგონი საპრეზიდენტო არჩევნების თემა ჩვენ უკვე ამოვწურეთ თქვენთან ერთად. მოდით ახლა უკვე თვითონ პრეზიდენტის გუნდზე გადავიდეთ. ეს არის დღეს ჩვენი საუბრის მეორე თემა. მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო ფრაქცია უკვე საკმაოდ მწვავე განცხადებებით გამოდის აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ. აი, როგორ შეგიძლიათ ეს ახსნათ? სხვათა შორის ეკა უნდა გითხრათ, რომ მიშა სააკაშვილმა ძალზე გაკვირვებულმა მიამბო იმ სიუჟეტის შესახებ, რომელიც გავიდა თუ არ ვცდები 9 საათიან კურიერში, იმიტომ რომ მან აღნიშნა, რომ არანაირი განცხადებები აღმასრულებელი ხელისუფლების წინააღმდეგ ან მთავრობის წინააღმდეგ არ გაკეთებულა, საერთოდ არ ხსენებულა
სიტყვა აღმასრულებელი ხელისუფლება მის მხრიდან, მან დასვა მწვავედ მოსამართლეთა ხელფასებით დაკმაყოფილების საკითხი და ამას ვერანაირად ვერ დავარქმევ დაპირისპირებას ფრაქციასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. მაშინ ბატონო ზურაბ, მოდი თვითონ მიხეილ სააკაშვილს მოვუსმინოთ მის სინქრონს. სიუჟეტიდან მე ვუსმინე მას დაახლოებით 9 საათის წინ ტელეფონით ვისაუბრეთ და მაინტერესებს თქვენ რა ჩანაწერი გაქვთ. კარგი. დავით ონოფრიშვილი მახრჩობელ არ არის, მაგრამ სამწუხაროდ მისგანაც ვერ ვხედავთ საკმარისად ამ საკითხს, მაგრამ მე ვშიშობ, რომ თლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებაში ასეთ განწყობ მეფობს და ამ შემთხვევაში ონოფრიშვილი დიდი გამონაკლისი არ არის და არც თავარი დამნაშავებელი იმისა, რაც ხდება. აქ მთელი სისტემა მუშაობს ისე, რომ სამწუხაროდ ეს ხალხი დარჩა მშრალს. თუ რა საუბრობთ იქნება ამის შედეგები? ბატონო ზურაბ, რამდენად შეგვიძლია ეს არ ჩავთვალოთ მწვავე განცხადებად კონკრეტული თემიდან გამომდინარე რა საკვირველია? მე გამიჭირდება რაიმე ესეთი კომენტარების გაკეთება, სააკაშვილი ძალზე აღელვებული არის და უკვე 2 თვეზე მეტია სვავს ძალიან მწვავედ საკითხს და სამართლიანად იმასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ სასამართლო რეფორმის წარმატებაზე იმ პირობებში, როდესაც თვეების განმავლობაში დაუფინანსებელს დავტოვებთ ახალ მოსამართლეებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უბიძგებთ ამ ხალხს, რომ ეს მონაპოვარი, რაც არის ჩვენი ყველას საერთო მონაპოვარი, ახალი წმინდა სასამართლოები, სუფთა სასამართლოები ეს დავანგრიოთ. ახლა მეორე მხარე არის ის, რომ არსებობს ძალიან სერიოზული ობიექტური პრობლემები. მე რამდენჯერმე ვთქვი ბოლო დროის განმავლობაში, თავად პარლამენტიც კი 4 თვის განმავლობაში არის დაუფინანსებელი. დაუფინანსებელი არის სახელმწიფო კანცელარია და უმთავრესი სახელმწიფო სტრუქტურები. ფაქტია, რომ შეუძლებელია ყველას არ შეეხოს ის საბიუჯეტო კრიზისი, რომელიც არსებობს ქვეყანაში. მაგრამ ბატონო ზურაბ, თავად დავით ონოფრიშვილი ფინანსთა მინისტრი აწარმოებს, რომ მას არ აქვს არანაირი საშუალება, ვინაიდან იგი არ იღებს შემოსავლებს, მას უბრალოდ ხარჯების გასტუმრება ავალია და მე ასევე მახსოვს თქვენი განცხადება, როდესაც თქვენ თქვით, რომ არავის არ მისცემთ იმის უფლებას, რომ დავით ონოფრიშვილს შეაწმინდოს ხელები. კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო ეს განცხადება და ფინანსთა მინისტრი თუ არ მოხდება ხაზინის შევსება, ბუნებრივია ვერ გასცემს იმ ფულს ხაზინიდან, რომელიც ფიზიკურად არ იარსებებს. დღეს ძალიან ენერგიული ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით. აქ შეგვიძლია ვისაუბროთ ახალ სამინისტროზე, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროზე და მიშა მაჭავარიანმა ძალიან ენერგიულად დაიწყო მოქმედება, თუმცა სულ რამოდენიმე დღე არის რაც შევიდა ახალ კაბინეტში, ახალ ოფისში. ჩვენ ველით რომ აი უახლოესი კვირეების განმავლობაში ნაბიჯ თანდათან, მაგრამ სიტუაცია დაიწყებს გამოსწორებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ ვითარებაში, როდესაც სფეროებზე პასუხისგებელია ონოფრიშვილი, პასუხისგებელია მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც დღესაც რჩება ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერად. საუბარი არის ბოლოს და ბოლოს ვაჟა ლორთქიფანიძეზე, რომელიც იყო მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ერთ-ერთი რეალური ლიდერი მოქალაქეთა კავშირის, რაიმე დაპირისპირებაზე საუბარს მე ნამდვილად გამოვრიცხავდი. ბატონო ზურაბ, ჩვენმა საუბარმაც მოიტანა ეს თემა და იქნებ ორი სიტყვით გითხრათ რაიმე 2000 წლის ბიუჯეტის შესახებ, რომლის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია ჩვენთვისაც და ბუნებრივია ჩვენი მაყურებლისთვისაც. საერთოდ გაურკვეველია გვაქვს თუ არა წელს ბიუჯეტი. გუშინ გამართულებას თუ შეიძლება მას წოდოს კონსულტაციებზე წანსის სამთავრობო რეზიდენციაში დასახელდა ჩვენი ინფორმაციით ციფრი დაახლოებით 300 მილიონი ლარი, რომელიც არის გასული წლის საბიუჯეტო გარღვევა. რომელიც გადმოვიდა 2000 წელსაც. ესე იგი 300 მილიონი ლარი ვფიქრობ გარკვეულად გადაჭარბებული ციფრი არის, მაგრამ სერიოზული დავალიანება გადმოგვყვა ჩვენ 99 წლიდან. ვფიქრობ, რომ სადღაც ერთ კვირაში 10 დღეში ჩვენ მზად ვიქნებით როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ისე პარლამენტი ვისაუბროთ უკვე ციფრებით, კონკრეტული მაჩვენებლებით. ერთი რამე არის, რომ სავალუტო ფონდთან მოხდა შეთანხმება იმ ძირითადი პარამეტრების 2000 წლის ბიუჯეტის, რომელშიც ჩვენ ყოველ მიზეზს გარეშე უნდა ჩავჭდეთ, იმიტომ რომ
საქართველოს ხელისუფლება ძალზე უფრთხილდება ურთიერთობას და კონსტრუქციულ ურთიერთობას სავალუტო ფონდთან. რაც შეეხება დახმარების ბიუჯეტის იმედი რამდენიმე თვის მანძილზე აღარ უნდა გქონდეს კორუფციის გამო. იცით, დახმარების იმედი ჩვენ ნამდვილად უნდა გქონდეს თუ კი უმთავრეს მოთხოვნას სავალუტო ფონდის, რომ გავზარდოთ გადასახადების ამოღება ქვეყანაში ჩვენ შევასრულებთ და უნდა გითხრათ, რომ ეს არ არის სავალუტო ფონდის ბატონი კამდესიუს რაღაცა უცნაური მოთხოვნა, ეს არის ედუარდ შევარდნაძის მოთხოვნა, ეს არის საქართველოს პარლამენტის მოთხოვნა და ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მოთხოვნა. ეს არის ის ამოცანა, რომელიც არის ხელისუფლებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი და თუ გნებავთ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა. რაც შეეხება 2000 წლის ბიუჯეტს, დღეს საბოლოო ციფრები პროექტის არ არსებობს, ბოლო დღეებში მიუხედავად ხალხო ვითარებისა მთავრობამ დაიწყო ძალიან ინტენსიური კონსულტაციები, თქვენ მართალი ბრძანდებით, გუშინ მთელი დღე კწანიში იყვნენ, ცალკე ისხდნენ და ცდილობდნენ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღოთ და მე ვფიქრობ, ახლო მომავალში განახლებული პროექტის შემოვა პარლამენტში. ერთი რამე მინდა ვთქვა, ამ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტი იქნება სოლიდარული მთავრობასთან ისე როგორც არასოდეს. ეს შემიძლია მთელი პასუხისგებლობით განვაცხადო. იმედია. ბატონზურაბ, ეხლა ბიუჯეტიდან და ეკონომიკიდან მოდი გადავინაცვლოთ ისევ პოლიტიკაში, საშინაო პოლიტიკაში და ჩვენ გვინდა გკითხოთ ჩვენი ინტერაქტიული კითხვისგან მოვითხოვოთ თქვენი პასუხი. ბატონზურაბ, თქვენი აზრით ემუქრება თუ არა ეროვნულ დემოკრატიულ ალიანსს დაშლის საშიშროება და რა შეიძლება ამის მიზეზი? ალბათ გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იქ ლიდერებს შორის არის გარკვეული გაუგებრობები. მართალი გითხრათ, გიორგი ამშობის ხამეს ბევრ შეკითხვას ველოდი ამის გარდა და ვერ ვიტყვი, რომ ახალი წლის შემდგომ დღეებში ბევრი მიფიქრია ამ საკითხთან დაკავშირებით. იცით, ეს ალიანსი, რომელსაც მე არ დაგიმალავთ, საკმაოდ სიმპათიით უყურებდი და დღესაც ბევრი თვალსაზრისით ანგარიშგასაწევი გაერთიანება არის, შეიქმნა არჩევნების წინ. მე არ ვიცი, ალიანსის ლიდერების გადასაწყვეტი არის, დარჩებიან ისინი ერთად თუ პარტიები გარკვეულად ცალ-ცალკე გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას. ანუ ზეწოლის საშიშროება მათ არის. რაც შეეხება, იცით, თქვენს პირველ შეკითხვას, რომ ცენტრალური ხელისუფლება დაშლის თუ არა და ჩაერევა, როგორ დაგარწმუნოთ ცენტრალურ ხელისუფლებას, პარლამენტსაც და მთავრობასაც ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები აქვს, ვიდრე ეროვნულ დემოკრატიული ალიანსის დაშლა. დიდი მადლობა ბატონო ზურაბ. ეხლა ჩვენ საუბარში ჩაერთვება ნინო ქაჯაიაც. ნინო, გისმენთ? საამშვიდობისა ბატონო ზურაბ, კიდევ ერთხელ მოგილოცავთ შობას. გილოცავთ. ბატონო ზურაბ, მაყურებელს საინტერესებს აპირებთ თუ არა თქვენ 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას? ნინო, უნდა გითხრათ, რომ დღეს ყოველგვარი კეკლუცობის და მოკიბვის გარეშე, თუ როგორც თქვენ გიყვართ ხოლმე თქმა, მიდებ მოდების გარეშე. მე სხვათა შორის ეს აზას ბატონ მიხეილ სააკაშვილს დავესესხე და მხოლოდ გამიმეორე. არ არის საჭირო ამის კიდე ერთხელ გახსენება ხოლმე. ესე იგი, ამაზე დღეს საუბარი მე არამც თუ ნაადრევად, ცოტა სასაცილოდ მეჩვენება. 2005 წელს საქართველოში მე დარწმუნებული ვარ, სრულიად განსხვავებული ვითარება იქნება. განსხვავებული იქნება პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება და რა გადაწყვეტილებებს მიიღებს მოქალაქეთა კავშირი, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს მთლიანად ქვეყნის მოსახლეობა. ამის განსაზღვრა დღეს არის სრულიად წარმოუდგენელი და ძალიან ცდება და უბრალოდ სასაცილო მდგომარეობაში იყენებს თავს ყველა, ვინც აი დღეს მოუთმენლად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ აპირებს კენჭი იყაროს 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ბატონო ზურაბ, მაყურებელს ასევე აინტერესებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებს ლეიბორისტთა საარჩევნს, მათ სასარგებლოს შეუშვებენ თუ არა ლეიბორისტებს პარლამენტში? არა, იცით, ეხლა ვქმნის სწორედ ჯგუფს, რომელიც კარებს გადარაზავს და არ შეუშვებს.
ცხადია რომ ჯგუფის შემადგენლობას არ დაგვისახელებთ? მე საიდუმლოდ მოგწევთ ნინო. ეხლა თუ წარმოვიდგენთ ამ მას რაღაც აბსტრაქციის სახით, რომ სასამართლო განიხილავს, მიიღებს ერთად ამ საკითხს განსახილველად. შემდეგ დააკმაყოფილებს და სხვა, ცხადია ჩვენ დავემორჩილებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს არის რაღაც ფანტასტიკის სფეროდან, თუნდაც ის ფაქტი, რომ სასამართლო მიიღოს ეს საკითხი განსახილველად. ბატონო ზურაბ, მაყურებელს ასევე აინტერესებს დაფარავს თუ არა სახელმწიფოს შარშანდელ დავალიანებას და თუ გაიცემა და როდის გაიცემა უკვე მეხლანდელი ხელფასები და პენსიები. საუბარია უკვე დეკემბრისთვის და იანვრისთვის. უმთავრესი ამოცანა ჩვენი არის, რომ თვე-თვეში ხდებოდეს გაცემა მიმდინარე ხელფასების და პენსიების, ეს მე იმედი მაქვს, რომ უფრო მალე მოგვარდება ეს საკითხი, რაც შეეხება გასული და ასევე 98 წლის დავალიანებას. ეს საკითხი ესე კი არ უნდა დადგეს, გასცემს თუ არა 2000 წელს ამ დავალიანებას, იმიტომ რომ რა თქმა უნდა დაიწყება თანხების ანაზღაურება მოსახლეობისათვის. ლაპარაკი დღეს არის იმაზე და კითხვის ნიშანი იმაზე დგას, რა რაოდენობით დავფარავთ ჩვენ ამ დავალიანებას 2000 წელს და რა შეიძლება გადავიდეს 2001 წლისათვის. ერთი რამე შემიძლია განვაცხადო მთელი პასუხისგებლობით, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ჩვენ ვაღიარებთ ამ ვალდებულებას, უდგებით მთელი პასუხისგებლობით ამ საკითხს და ეს იქნება გათვალისწინებული. შესაძლებლობაც იქნება 2000 წელს და თუ საჭირო შეიქმნება გადავა შემდეგი წლის ბიუჯეტშიც. ბატონო ზურაბ, და ბოლო კითხვა, რომელიც ისევე პირადად თქვენ შეგეხებათ, მართალია მე ამ კითხვაზე გუშინ გავეცი პასუხი, მაგრამ კიდევ რამდენჯერმე მოვიდა პეიჯერს და იქნებ მაშინ თქვენ თვითონ გასცეთ. რამდენი წლის ბრძანდებით? გუშინ როგორც მითხრეს, თქვენ 1 წელი მომიმატეთ. მე ვარ 36 წლის. მე სხვათა შორის თქვენს გარშემომყოფებმა მითხრეს, რომ 9 იანვარს თქვენ გახდით 9 დეკემბერს გახდით 37 წლის. არა, ხედავთ. აი როგორი 9 დეკემბერს მე გავხდი 36 წლის. ტრები გყავთ ბატონო ზურაბ. ღმერთმა ქნას ნინო ამაზე დიდი მტრობა არ მენახოს. დიდი მადლობა ნინო. დიდი მადლობა და დიდი მადლობა ბატონო ზურაბ. მადლობთ კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ უფრო სასიამოვნო თემებზე გვესაუბროს 2000 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა, კარგად კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ